ინტელექტითა და კარგი გემოვნებით ცნობილი ვარსკვლავური წყვილი, რისკიან ნაბიჯზე მიდის. როისურად ხარ დაგიწმო? არის და ყოველთვის მართალი, როგორ ახარ შენ? მაგრამ ფულთან თამაშის დროს ეს არ არის საკმარისი. ვერ ვუყურებ, მშვიდა. რადგან ხაფანგი შესაძლოა სწორედ მარტივი კითხვის უკან იყოს დაგებული. გითხარ, მოფილები არ მაგდან. როგორია ესეთი ძეგლი? მანანა და ანანოდიებს საკმაოდ რთული ბარიერის გადალახვა უწევთ. ამიტომ დები მონაცვლეობით იკავებენ ლიდერის პოზიციას. ძალიან რთულია მოტოკო ემოციები და დაძაბო მეხსიერება. როცა კარგად ნაცნობ კატეგორიებში რთულ და მოულოდნელ ვარიანტებს აღმოაჩენ. კარგი, ოსური მითოსის მთავარი გმირი მითხარია ბოუცვა. მოგების დიდი სურვილი. გამარჯობა და 100.000. წაგების დიდი შანსი. და ძალიან დიდი ნაღდი ფული. საჭიროა მხოლოდ ბოლომდე შეინარჩუნო ის, რაც უკვე შენს ხელშია. ფულთან თამაშს ლელა წურწუმია და მამული ჩაგანაგრძობენ. ვერაუარად, იმიტომ მიტრიალა ეთყობა. ძალიან პოპულარული წვილის ხელში ძალიან დიდი ფულია. რაშუაში. მაგრამ არსებობს ამ ფულის ხელიდან გაშვების ძალიან დიდი ალბათობა. როგორც შეფი იტყვის, რადგან გამარჯვების ერთადერთი შანსი სწორი პასუხია. მე მოგონა ყმობი. რადგან ფულთან თამაში ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით. ფულთან თამაშის ახალი რაუნდი იმედზე. საღამო მშვიდობის ახალბატონებო და ბატონებო მოგესალმებით. ეს არის შოუ ფულთან თამაში და შოუს წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. ეს ათლარიანების შეკვრა. მსხვილი რატომ არის? იმიტომ რომ არის 2000 ლარიანი შეკვრები. ასეთი სულ 50 ცალია და შესაბამისად ეს არის 100.000 ლარი. უპრეცედენტო შემთხვევაა, რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორიაში, სატელევიზიო სივრცეში, რადგან ამხელა თანხა ჯერ არასდროს არსად არ გათამაშებულა. რა შეიძლება გააკეთო 100.000 ლარით? უამრავი რამ, მაგრამ ამაზე ალბათ ჩვენი მოთამაშეები გვიპასუხებენ, როგორ გამოიყენებენ ამ 100.000 ლარს. თუმცა ეს ფული რომ მოიპოვო, სავსებით საკმარისია აი ეს კიბე ამოირბინო და მე ჩამომართვა ხელი. მომესალმო და 100.000 შენია. გამარჯობა დუტა 100.000 გაქვს. გამარჯობა დუტა 100.000 გაქვს. თუ მეწყვილესთან ერთად მოდიხარ და ჩვენთან აუცილებლად მეწყვილესთან ერთად უნდა მოხვიდე, ანუ ორი ადამიანი თამაშობს, გვერდში დამხმარე ხო გჭირდება? ალბათ როგორც შეთანხმდებიან 170-30 ან 50-50-ზე გაიყოფენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სტუდიას გაძლიერებული დაცვა იცავს. მოგესალმებით ბიჭებო. Raga ბევრი ვილაპარაკო, მოდი მოთამაშეები გავიცნოთ. თუმცა რა გაცნობა უნდა. მაო და სტეფანე, შევხვდეთ! არენაზე გამარჯობა და 50.000 შენია, 50 შენი, სულ 100.000 გაქვთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. სტეფანე მღებრიშვილი და მაია დარსმელიძე ასე უკეთესად დგეს. ნახე რაღაცა ისეთია, ხო? როგორი შეგრძნებაა? ადრენალინის ვედრო მაქვს, აი. მოტანილი გაქვს, ხო? აგროვებ. ძალიან კარგი, შენ? მეც ისე ამაღლებულად ვნერვიულობ, იმიტომ რომ რაღაც დიდად ინტელექტუალის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ვეცდები ყოველ შემთხვევაში. არა უშავს, მაოსა. არა. მაო, და ეხმარები სტეფანეს. სტეფანე, შენ დაეხმარება? ერთმანეთი გავიტანოთ.
გადაწყვეტილება რომელმა მიიღო, ან რომელი მიიღებს. როგორც ყოველთვის მაო და ოთმობ სტეფანეს. არა, რატო? ნახოთ. რა ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან ასე იყო. ეგ იცი როგორ არის, რომ გააჩნია რას გძნობ. დამოკიდებული. ჩვენ ერთმანეთი ისე კარგად ვიცით, ვინ სადაც და. მოდი ახლა გზნობებს თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ეს არ არის მუსიკალური შოუ, ეს არის ინტელექტუალური შოუ და მთავარია რა იცი. ხო? ნახოთ. ნახოთ რა ვიცით, მეც თუ არ იცი, მაინტერესებს. მაგას არ აქვს ძალიან დიდი სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს, არ ვიცი, მაგრამ მაინც ძალიან სავალალო შეიძლება არ მოყვეს, იმიტომ რომ გამართლებაზეა 4 სავარაუდო პასუხია. კატეგორიები გამოდის. 8 შეკითხვა მაქვს მე 100.000 თქვენ ეს 100.000 რომ წაიღოთ უნდა გაცეთ ამ 8 შეკითხვას პასუხი აი ესეთი მდგომარეობა აი 8 ეტაპია და 100.000 ლარი თქვენი ყველაზე მაგარი მდგომარეობა ეს ფული უკვე თქვენია შეგიძლიათ შეეხოთ 100.000 ერთად კარგია რა ვიცი 4 სავარაუდო პასუხს ვისმენთ და უკვე ამის შემდეგ გამოდის შეკითხვა და თუ ვიცით ასე თუ ისე რაღაცა ვარიაციები გვაქვს შეგიძლიათ ამ 4 ბოქსიდან 3-ზე გადაანაწილოთ ეს 100.000 ლარი ერთი აუცილებლად თავისუფალი უნდა დარჩეს თუ 100%-ით ხართ დარწმუნებული, ერთი აუცილებლად, აბა რა, ერთი თავისუფალი. 4-ად არ შეიძლება განაწილო. არა. თელი მუღამი ამაში. აჰა. ერთი არის ჩემი. დავიწყოთ თამაში. კი, დავიწყოთ. მაშასე ჩვენი მეძე ვართ და ეს არის შოუ ფულთან თამაში. ევანესთან და ბაოსთან ერთად. რაც თავარია, კითხვისთვის გაქვთ მოსაფიქრებლად 60 წამი. ეს ფული ამ 60 წამში უნდა მოიფიქროთ კიდეც და გადაანაწილოთ კიდეც. პირველ რიგში გამოდის 2 კატეგორია ეკრანზე. და აქედან ვირჩევთ ერთს. ნახოთ. აბა. ცნობილი კომპოზიტორები და საქართველოს მეფეები. მეტა რომ ასაირჩევთ. კომპოზიტორებს? ხო იცი რა ცნობილ კომპოზიტორებს იცი რა არის აირჩევთ. პირველი შეკითხვაა და პრინციპში ორივეს არჩევა მე მგონი ადვილი იქნება, მაგრამ მოდი კომპოზიტორები რო არ გავრისხოთ რა. კი, კი. აი, მაინც ახლა მუსიკასთან შეხება გააქვთ რა. არა, ორივესთან მაქვს შეხება, მაგრამ იმ ძველთან შეხება უფრო მუსიკასთან ამ ბოლოს. მწვრთნელი და ექს-მწვრთნელი ესე იგი. ხო. დროებით თუ მუშაობ. დროებით უმუშევარი მაო. ანუ საბოლოო გადაწყვეტილება? კომპოზიტორი. კომპოზიტორები. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე, მაო ნახე? აბა, ნახოთ. მოცარტი, ჰაიდნი, ბეთჰოვენი, ბახი. აშკარად ცნობილი 4 კომპოზიტორი და და ჩემს ჩავშლით თამაში. აშკარად ჯობდა მეფეები აგვერჩია ძველ პროფესიას მაინც ახალ. ძველი პროფესია რომელია? ისტორიული. ისტორიკოსი ბრძანდები? აღარ. აღარ. აგვავიცნათ არიღეთ, კი. ხო? ა საქართველოს მეფეები ახლა რა. უადვილესი იყო ალბათ. ნუ ნახოთ რა რაშია საქმე ახლა. კარგი, აბა კომპოზიტორებიც ვიცით ეს ყველა კომპოზიტორი. კითხვა მოვისმინოთ. მეგობრებო. რომელი კომპოზიტორის სახელს ატარებს ძაღლი ცნობილი კინოფილმიდან? ხო, ბეთჰოვენა არის, ხო. გააჩნია რომელი ფილმი რო წავიდა? ბეთჰოვენი. მოცარტი, ჰაიდნი, ბეთჰოვენი თუ ბახი? ხო, ბეთჰოვენა ის მამაზე დავდოთ, რამე არ დავკარგოთ. ვაიმე? ნახე კომპოზიტორი. ანუ კინოლოგიური შეკითხვა. ფაქტიურად. 40 წამი გაქვთ. ხო, არა უშო. შეგვიძლია გავაჩეროთ დრო. დარწმუნებულები ხართ? კი. მაინც კიდევ გაქვთ, ნახევარი წუთი გაქვთ. მაშინ შეჩერდი წამო, რა ლამაზი ხარ ამ შენიერი. რაღაცა მომწონს აი ამ დროს ისეთ ცნობილი კომპოზიტორები და ფილმის ძაღლთან კავშირი რაშვაში არ ვიცი, მაგრამ ნუ ხო. იგივე იქნებოდა მეფეების ამბავში. მეფეებზეც. არ უნდა არა უშო. აბა, ადრენალინი. ნახოთ. ეგრევე წავაგეთ. აბა გაიხსენი ახლა სასწრაფოდ. აი სამი გაიხსნება. ანუ გააბრუნეთ ფული ადგილზე. აი ესე დავდე, ნიბრეჟნა.
გაგიკვირდათ ხო რაღაცა კომპოზიტორი კინოფილმი და უცად ძაღლი აი ყველაფერი ერთად ეს წინასწარ მოსამზადებელია იმისთვის ალბათ რომ ბოლომდე არ ვენდოთ თვითონ შეკითხვის შინაარსს რა ანუ ყოველ შემთხვევაში ეს კიდევ ერთი დახმარება იმისა რომ დაახლოებითი კატეგორია მაინც იცოდეთ რა შეკითხვა გამოვა იმიტომ რომ სხვა ესეთი შოუებში არ არის ასეთი რისკის მაგარი შოუა გილოცავთ სხვათა შორის ჩვენ იმედის ფაქტიურად თანამშრომლები ვართ და აქტიურად ვუყურებთ და იმედია აშკარად განსაკუთრებული ამბავია და დიდი მადლობა ერიქით გილოცავთ აქ რაღაცა კარგად ვგრძნობ თან თავს კი რაღაც კარგი ენერგეტიკაა ქაშკარად კი თანაც ეს 100,000 როდესაც მით უმეტეს უკეთესი ენერგეტიკაა ხოლმე ნახოთ აბა რა შეგრჩება აქეთ მეორე კატეგორიისთვის მზად ვართ კი მეორე კატეგორიები ანუ მეორე კატეგორიის ორი ვერსია ანიმაცია და ლეგენდა გამრისკოთ ლეგენდა ლეგენდა თუ ანიმაცია კაი სულ ერთია ჩემთვისაც ლეგენდა ჯობია voi სურათ ხარ დაგითმო არა არ დამითმო არაფერი უბრალოდ აი ანიმაცია თვითონ მულტფილმების ანიმაციის ლეგენდებიც მოყარული ამიტომ შეიძლება ადვილი იყოს ანიმაცია იმიტომ რომ მეორე ტური სულ ერთია მოდი ანიმაცია საინტერესოა ლეგენდა საინტერესოა და გასარისკია იმიტომ რომ ბევრი ლეგენდა არსებობს ხარ გავრისკოთ ლეგენდაზე ქართული იცი ბევრი ლეგენდა შეიძლება ჩვენ უფრო ხო რა ის არის რომ რაღაცა კაი ქართული რო არ იყოს არ ვიცი ხო რაღაცა არ იქნება ჩვენთვის უკეთესია იმიტომ რომ ქართული ანიმაციები კარგად იცი ქართული ანიმაცია მოდი ანიმაცია იყოს ანიმაცია ახლა როგორ დათმობაო არა სულ ერთია მართლა იმიტომ რომ მე სულ ესე ვთმობ ხოლმე ხო არა რა დამთმობი ადამიანია ანიმაცია არც ეგრეა მთლა თუ ლეგენდა მაო ლეგენდა კაი რა კაი რა ანიმაცია ადვილია ხო და მოშლა ანიმაცია კაი ლეგენდა რთული არ ვიცი იმიტომ აბსტრაქტულია ძალიან ისევე კიდე მაგარ გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ აქ ჩვენ აგვაქვს ავაგდოთ არა ჯეირანი ითამაშეთ ხო იცი ქვა მაკრატელი არა როგორ ფიქრობ არა მითხრა ჯეირანი ეგრე მოგებული თქვი რომელიც ანიმაცია კაი ანიმაცია 4 სავარაუდო პასუხი მოუტრიალდით მონიტორებს აქ გამოვა. აბა ნახოთ. ედი მერფი, კრის როკი, კრის ტაკერი, ვილ სმითი. ოკეი. ხვდებით ალბათ რაზე იქნება. ხო. რაზე შეიძლება იყოს? რაზე შეიძლება არ ვიცი, ნუ რა თქმა უნდა ეს ახმოვანება. ნახოთ აბა შევამოწმოთ. შეკითხვა ჟღერს ასე. ვინ ახმოვანებს ანიმაციური ფილმის მადაგასკარის ერთ-ერთ მთავარ გმირს ზებრა მარტის? გითხარი მულტფილმები არ მაქვს ნანახი. და მე ხო გითხარი რომ ლეგენდა. ედი მერფი იცი როგორ არის რომ კრის ვილ სმითი ან ვილ სმითი ან ედი მერფი ვილ სმითია იმიტომ რომ აქტუალური ვიდრე ედი მერფი კრის ტაკერი ნაღდა 40 წამი გამფილიყო ლეგენდა მოდი რა ესე გავა თუ მაგიდაზე დარჩება ის ფული ჩემი ხდება და მიმაქვს სახში და მე მოდი 37 წამია დამეხმარე ვილ სმითია მარტო ვილ სმითზე და იმიტომ რომ ძალიან კომერციული ტიპია და ანუ ყველა ვარიანტი ედი მერფი ლეგენდა არის და ეს უფრო კომერციაა და ამიტომ რადგან ეს ხო ახალი მულტფილმია კარგი სწრაფა ჯერ ჩვენი შვილი არ უყურებს 20 წამი გაქვთ და 3 სავარაუდო პასუხის გამოყენება შეგიძლიათ კრის ტაკერი არ იქნება ედი მერფი ძველი ლეგენდაა და ეს ახალი კომერციული ამიტომ გაყიდვებისთვის ალბათ დრო გაქვს შეგიძლიათ გადაანაცვლოთ მაინც ყოველი შემთხვევაში ზებრა მარტი ასე არა იმიტომ იყო კაი ლეგენდა დრო ამოიწურა ეს სამივე ერთად ჩავა თუ არა პანილი პრაპალ არის ეგეთი გამოთქმა და ვნახოთ აბა ეხლა რა მოხდება წავედით მივდოთ წევდოთ ერთი შეგიძლიათ დატოვოთ თავისუფალი და 3-ზე გადაანაცვლოთ გასაგებია ხო მაგრამ ლოგიკა არსებობს ელემენტარული რაშიც რა თქმა უნდა 100% დარწმუნებულები არ ვართ ერთი შეგიძლიათ ესე გავაკეთოთ ეს მულტფილმი არ გვაქვს ერთი შეგიძლიათ დატოვოთ თავისუფალი და 3-ზე გადაანაწილოთ ხო ვამბობდი მე თავიდანვე რა ვიცი ერთი თავისუფალი იყოს და 3-ზე გადაანაწილოთ წავედი 3-ზე გადაანაწილეთ 20 წამი გაქვთ დრო დავდიოდი რა მექნა მეტი
ნახოთ სწორი პასუხი. ეხა მივხვდები ნუ დაგძაბე. სწორი ქენი რო დამითანხმე თუ არა. იქ რას უყურებთ? იქ არ აქეთ არის. უყურებთ, საწავა იქ არ გაინტერესებთ? ამას ვერ ვუყურებ, მე მშვიდად. ეძი მერფიც ეს გამოვრიცხეთ, ხო? კრისტაკერი. საერთოდ აზრზე არა ვარ. ედი მერფიც გამოვრიცხეთ. კარგი, ვირი გაახმოვანე და მე ხა მაგას ხوار გაახმოვანებინებდე, ხო, ზებრასაც? ნამდვილად არ ვიცი. ნამდვილად. აუ კრისტაკერი რატო გამოვრიცხეთ ისე? ზებრას ახმოვანებ და? ამდენი ვარსკვლავი შეყარეს, ამდენი ერთად შეყარეს? აი რა არის საინფორმაციოს რო არ უყურებთ და კომერციულ ფილმებზე რო არ დავდივართ. ნახო. და ეს? არა, ჯერ ეს ეს ვაუ ნადრევია. ნიშნავს, იცი რომ ჯერ თამაშში ხარ. ჯერ ნადრევია, აი ხარ რა მოხდება, მაგრამ არა, კრის არ ვიცი. ვილ სმითი კომერციული ტიპია. ზებრა შეიძლება ვილ სმითს გაეხმარებინა. ზებრა იცი როგორია? ესეთი ზებრა. ესეთი ზებრაა და არ მაქვს ნანახი სამწუხაროდ. შეიძლება ლოგიკურად შეიძლება ალბათ. ეს ჩემი მეგობრები არიან მულტფილმებს უყურებენ აქტიურად. მე არა. მე ვარ მულტფილმების ფანი ვარ, მე. ყოჩახ, იმიტომ რომ კარგია. მე ეს მულტფილმი. უბრალოდ ცოტა საბოლოო პასუხი არის ანუ ზებრა მარტი გაახმოვანა, არა, გაფრთხილებდით სამზე გადაანაწილებდით ხო? კრის როკზე მაინც არ დავდებდით. არ ვიცი. არ დადებდით? არა. კრის როკზე ვარიანტი არის, ერთადერთი რასაც გამოვაგდებდით, ეგ იქნებოდა კრის როკი და წარიელი დარჩებოდა, მაინც. კი. მაინც გაგაფრთხილებს სხვა ვარიანტები. მაგრამ მულტფილმით წაგება მირჩევნია რამე რო იყოს. კომპოზიტორებით წაგებას. კი, ნამდვილად. ნამდვილად ღირსეულად ჩავა. დააჭირეთ. აი ახლა. ეს ფული აი შენი ანიმაცია. ხო, ცუდად დაგვიმთავრდა ანიმაცია. ვამბობდი ლეგენდა. არა და ყოველთვის მართალი როგორ ახარ შენ? სულ მართალი ვარ. სულ უთმებ და სულ შენ ახარ მართალი თა. ხო, ნახე რა მაგარი იმიჯი მაქვს სამაგიეროდ. უნდა გადაგენაწილებინათ, ჩემი აზრია ესეთი. ხო. არა, ვიფიქრეთ ხარული თამაშები თქვენთან ერთად, იმიტომ რომ მაო მომენატრა დიდი ხანი არ მინახავს, შენ კი ხვდები ხოლმე მაინც მუშაობ და ეს უმუშევარი დამიტოვეთ, მაგრამ არა უშავს. მაო. მადლობა. ძალიან არა, ხელსარიას არ გაგიშვით. მაინც. მაინც. რით დავიმსახურეთ? ჯეოსელისგან ჯეოსელ კონექტი. ჯეოსელ კონექტი, ყველაზე მობილური ინტერნეტი თქვენ. დიდი მადლობა. ასე უნდა მიგზავნოთ. არ გაგე. ესე იგი სტეფანე და მაია. იცი რა არის, კარგია რომ სათვალეც მაქვს, ეს საფილო სათვალეა, დიდი მადლობა მინდა უთხრა, იმიტომ რომ კარგად ხედავ, იქ შორს არის ჩემგან და ამიტომ ძლივს არ დამეხმარა რაღაცო რაღაცაში. დამჭირდა თან. კახა მოვიდა 100.000 მომიტანა. და მე მიხარია ეს ამბავი ძალიან. გადაანაწილე თავის ადგილზე ეს თანხა. და რაც თავარია, ამით ხوار დავამთავრებთ არა? ჯერ ახლა არ დავიწყეთ. ამიტომ ჩვენთან ისევ არიან სტუმრები, ამჯერად არაცნობილი სახეები არიან, მაგრამ ეხლავე გაგაცნობთ. დები ნოდიები, შევხვდეთ! მოგესალმებით დებო ნოდიებო. შვიდნი ხართ ხო სულ დედმამიშვილები? აქ შვიდნი ვართ. თქვენ ორნი უფროსნი ხართ თუ უმცროსნი? უფროსნი. ყველაზე უფროსნი. უფროსნი 24, 23. არ მიკითხავს ასაკიკასო დაძმებში რომ რამდენი და ხართ და რამდენი ძმა? 5 და 2 ძმა. 5 და 2 ძმა. ძმები პატარები არიან? ჩვენს მე 2 ძმა და მე 3 პატარა და. რას მელაპარაკებთ? მანანა რომელია, ანა რომელია? მანანა ანა. ანა. ძალიან სასიამოვნო. მანანა და ხუჭუჭა ანაა ესე იგი. ხო, ესე დავიმახსოვრე. ხუჭუჭი. დიახ. ჟურნალისტი რომელი ხართ?
ორივე. ორივე ჟურნალისტები ხართ. პროფესიით ჟურნალისტი, საქმით ჟურნალისტი. შენ გასაკეთებ აბა. საქმით რო არის გასაგებია. ესე იგი შრომობ. მე მუშაობ ჟურნალ სარკეში, ანუ მეც პროფესიითაც და საქმითაც ჟურნალისტი ვარ და ეგრე გეთქვამე. ინერვიულია კაცო, მეცად უმუშევარი დარჩა არა და პროფესიით არის თქო და მარტო უმცროსი მუშაობს თქო, ხო? უმცროსია. ორივე მუშაობთ. ორივე შრომობთ. დიახ. ეს არის 2000 ლარი. ერთი ცალი. ეს სულ 50 ცალი 2000 ლარია. ეს ფული რადგან მომესალმეთ უკვე თქვენია. ვიცით? ძალიან გვიხარია. ერთ ცალი მაინც დაიწინე ცოტა. შვენიერია. შეხედე? ეს იაწიე? ესე ცოტა ფერს დააყენე პირიქით? პირიქით კიდე ესე? ჩვენ პროექტს არ მოგიდგენთ ევროპაბეთში. დიდი მადლობა. შეგიძლია სულ ყველა შეეხო, თუმცა ამის საშუალებაში მოგეცემათ. შევეხოთ? გინდა? კარგია? ასეთ ერთად კარგია? შვენიერი. გინდა წაიღო? რა თქმა უნდა. რვა შეკითხვა მაქვს იმისათვის რომ ეს წაიღოთ. დიახ. დარწმუნებული ხარ რომ გაართმევთ თავს თუ ისე მოხვედეთ ცოტას მაინც ხო წავიღებთ რომ. ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ გამოცადოთ საკუთარი თავი. კარგი, მანანა და ანა ნოდიებთან ერთად თამაშობთ ფულთან. პირველი ეტაპი და კატეგორიები ეკრანზე. ორიდან ერთი უნდა ავირჩიოთ. პირველი ევროპელები თუ საბავშვო სიმღერები? პირველი ევროპელები არ გვინდა ხო? პირველი ევროპელები რაც გვინდა ხო? მეგონი უფრო რთულია და საბავშვო რთულია? საბავშვო სიმღერებიც არ არის. საბავშვო სიმღერებიც რთულია. ძალიან. გამოვცვალოთ კითხვა. აუ, ბაბაკი. კითხვა გამოვცვალოთ არა ის საკითხი. მაშინ ავიღებთ საბავშვო სიმღერებს. საბავშვო სიმღერები. საბავშვო სიმღერებში ანუ შეიძლება იყოს ტექსტები, შეიძლება აი Anches trashes tinika Kustin tetres kerada Esti tedi vasklavi Givim gaguiperada Sixarulidან კარგი რა გავაკეთოთ. მადლობ. ავიღებთ პირველ ევროპელებს. პირველი ევროპელები ეს რომელი? მივაჭერთ. რომელია ეგა? ვნახოთ კითხვა. იცით რომელია პირველი ევროპელი? ჯერ კითხვას დავუცდით. არა? ჯერ ოთხსავარაუდო პასუხი შემოგთავაზეთ. ნახოთ. ზეზვა და ნაზი. ზეზვა და მაყვალა. ზეზვა და გულთამზე. ზეზვა და მზია. რა თქმა უნდა ზეზვა და გულთამზე. არა, მე ზეზვა და ნაზი მგონია. კარგი. რა გავაკეთეთ ახლა? განაწყლებთ ფულს. იცი რა ვქნათ ერთი დავტოვოთ და დანარჩენ სამზე დავუცდით. კარგი, გაინტერესებს შეკითხვა. რა სახელით არიან შესულები საერთაშორისო კატალოგებში 99-2000 წელს დმანისში აღმოჩენილი ჰომო გეორგიკუსის ცნობილი წყვილი? ხო, თქვი გულთამზე ზეზვა. ხო, მეც ისე მგონია დრო წავიდა. წავიდა დრო. ხო, მაგრამ აქეთ რატოაც ყავთ ზეზვადანაც მგონია. ხო, აქეთ ვწყობთ. ხო. 45 წამი გაქვს დრო? კაი, გამოდი. არა მოჭრია. 40 წამი? ვერ ვასწრებთ. რამდენი ფულია ვერ ვასწრებთ გადადებას? ჯაჭვი გააკეთე, ჯაჭვი, გადააწოდა დადო. 25 წამი? ჩვენი ფული. ეხლა შეგვიძლია გავაჩეროთ დრო. გავაჩეროთ დრო, შეჩერდი წამო. ესე იგი რა მეგონაო, რას ამბობდი? გულთამზეო? ზეზვა და გულთამზე. არ დააქმევდნენ გულთამზეს, რატომ გავს? ეჭვი მაქვს. ნაზი კიდე შეიძლება, აი მაყვალასაც დავდოთ არ დაამსხმევდნენ. მე რაღაც ნაზიზე უფრო მივდივარ. თუმცა მზიაც მომწონს. სწორი პასუხია? ზეზვა და მზია. იცი რატო დააქვეს ეს სახელები? დაბრუნეთ თანხა ადგილზე და გეტყვით.
უნდა ყოფილიყო ძალიან ქართული სახელი, მაგრამ ამავდროულად უცხოელებისთვის ადვილი გამოსათქმელი და ზეზვა მზია ადვილად ითქმის ყველა ენაზე და აქედან გამომდინარე ბატონმა დათო ფრაიზემ გადაწყვიტა რომ ეს სახელები აერჩიათ. იცოდით? არ ვიცოდით. მე ვიცოდი, იმიტომ რომ პირველი დოკუმენტური ფილმი როცა შეიქმნა ამ აღმოჩენაზე მე ვიყავი ამ ფილმში მონაწილე წამყვანი. წამყვანი და არა თქვათ ზეზვას როლში. არა, ზეზვა არა. ვიზუალურად არ მოგწონს. შანდერტი წამო. ვერ არ გადავიჭამ. ესე როგორია? აგია. მეორე კატეგორია ვნახოთ, აბა რომელს ავირჩევთ? ესე ტოვებთ. მაგინე ცუდია, ეს გეტრაფეზე გადააგდეთ კიდევ. ლექსიკონი და კლასიკური მუსიკა. აბა, დებინოდიები ირჩევენ კატეგორიას. ლექსიკონი ჯობია რომ ავირჩიოთ. მე ისე მგონია რომ ეს უფრო ადვილი იქნება. ავირჩიოთ. ჰა, ავირჩიეთ პირველ კატეგორიას. ვინა? ლექსიკონი. ლექსიკონი. დიახ. ნახოთ ლექსიკონიდან, აბა რა სავარაუდო პასუხი გვაქვს 4. არ მივასკრეს. არ მიასხდეთ ფრთხილად? ვაი, მე რა დღეში ვარ. ჰალსტუხი, რამის პერანგი, საცვალი, ხელთათმანი. ითქვა გვაინტერესებს, მეც მაინტერესებს, ნახოთ, აბა ერთი ნახდება. რას ნიშნავს უკრაინულად სიტყვა კრავატკა? აზერზე არ ვარ. ხელთათმანი ღამის. ჰალსტუხი, ღამის პერანგი, საცვალი თუ ხელთათმანი. კრავატკა. რადგან საერთოდ არ ვიცით რას ნიშნავს, ხო? 50 წამი გავიდა. აი, ჰალსტუხი ავიღოთ. პერანგზე. კრავატკა. დავდოთ ჰალსტუხზეც. და მიდი მომჯობ. ჰალსტუხი რატო გონია? გონია. და მოდი აი აქაც დავდოთ. საცვალი არ მოგეწონა. ჩავთვალოთ რომ საცვალი არ იქნება. აჰა, ჩხალი. რანაირად ვანაცხადოთ ვერ ვხვდები. ანუ ამას დავდოთ უფრო ბევრი რამის პერანგზე. კრავატკაო. უკრაინულადო. და 15 წამი გაქვთ. აქაც დავდოთ. ესეც და ეს. ესეც არ კაი. 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, დრო ამოიწურა. ესე იგი, კრავატკა 2, 4, 6, 8, 10, 11, 22,000 ხელთათმანს. ჰალსტუხი 2, 4, 6, 8 და 10. ესე იგი, ჰალსტუხს 10 წალი 20,000 ლარია. 22,000 იქით, 20,000 ლარი აქეთ და შესაბამისად ღამის პერანგს ერგო 58,000. საცვალს არც ერთი. არც ერთი. უხერხულია ხა საცვალი. როგორ დაგვეტო? ჰალსტუხი არ ჯობია, კრავატკა, ჰალსტუხი არ იქნება, აბა რა იქნება. ნახე როგორი კაი კრავატკა მიგეთია. თებენ რამეც მოი კრავატკა. სწორი პასუხია? არის. რა თქმა უნდა, თხა ჩაიყრება. რა თქმა უნდა. მაგრამ რამდენი? მინიცის ყველა. 22,000 უკვე ჩაიყარა. რამის საცვალი კარგია რომ არ აირჩიეთ, იმიტომ რომ არ ჩაიყარა მაქედან არაფერი, იმიტომ რომ ცარიელია. ეხა აქედან რომელი ჩაიყრება? 20,000 თუ 58? გილოცავთ თქვენ მეორე ეტაპი გადახვედით. საინტერესო. აი, შემდეგ ეტაპში მესამე კითხვას მოვიხსნით, იმიტომ რომ ნუ გაჩნდა ბენი თანხით. საინტერესოა. კომერციული წყალი.
კომერციული ჭრიდან ისევ იმეძებათ, ეს არის შოუ ფულთან თამაში, ჩვენ თამაშობთ დებ ნოდიებთან. ხო არა, გადახვედით შემდეგ. ანუ ის არ დარჩა, კარგია, საცვალი რო არ დარჩა. თან კარგია. ანუ უკრაინულად საცვალი ხო იცი როგორც არის? პროსეკა. ჰასტუხი თუ ღამისპერანგი, კრავატთან. მე მგონია რომ ღამისპერანგი. მგონია რაც. თუ კრავატკა. ღამისპერანგი. იმედია ღამისპერანგი. ნახოთ. პასუხი. არა და გითხარი რა, კრავატკა რა, ცუდი მიკეთია, ხო? ანუ შანს 20.000 მაინც გქონს. 20.000 დაგვრჩა 58 და 22, ხო? ერთად. ეგ არაფერი. 80.000 ერთ კრავატკაში. ანდა ქართულად რა კარგი სახელი ქვია? ჩვენიერი. ნამდვილი ქართულით. ნამდვილი ქართული. ჰასტუხი არა. დაბრუნეთ ახლა. გამხნევდით ახლა ცოტა. მიდი. ნებდებით. რატო? ვითომ 20.000-ით დავიწყეთ. ხო. გასაპარაკო ამეთი მე იყო დრო 1-12 წლის წინ ეს იყო გული. ფინა იყიდა მანადა მაისურაძე, გასაპარაკო 2 და სამუშაო დაიწყო თან. მახსოვს. იყო ეგეთი დრო. ნახოთ აბა მესამე კატეგორიის დავალებები 2 ცალი ამოსარჩევი რაც არჩევანი თქვენ არადანი მე წავიდა. არჩევანი თქვენ არადანი მე. გეოგრაფია თუ მითოლოგია? ჩვენ ვირჩევთ მითოლოგიას, იმიტომ რომ დროშები მოვა გეოგრაფიაზე. რა მოვა? დროშები. არის შანსი რომ მოვიდეს, ამიტომ გეოგრაფიაში შეიძლება მოვიდეს საზღვარი, მთა, მდინარე, დროშაც. ტბა. კარგი, ჩვენ მაინც ვირჩევთ. ნავთობი, რა ვიცი? არ გვინდა მაინც მითოლოგიას ვირჩევთ. მითოლოგია. ოთხი სავარაუდო პასუხი ჩემგან მარჯვნიდან დაიწყება ეს. აპოლონი, არესი, სემესი. რაო? მაგრამ უნდა გავაკეთო აქ აქცენტი, თორე რაღაცა უშნაოთ ჟღერს. ას კლეპილოს, პიოსი. და კითხვაზე პასუხს სწორ პასუხს ვდებთ. ძალიან საინტერესოა ის პიოსი. კითხვა. რომელი ბერძნული ღვთაების ზევსის. გამზრდელი თხა იყო ამალთეა. ზუსტად ვიცი. რომელი ბერძნული ღვთაების გამზრდელი თხა იყო ამალთეა. აპოლონი, არესი, ზევსი თუ ასდებიოსი. იცი რა ვქნათ? ზევსზე დავდოთ ხო? ზევსზე დავდოთ ბევრი რაც გვაქვს. და აპოლონსაც ამალთეამ გაზარდა ვინო? დე მაინც ნადე. ეს არის არ გვინდა. ეს არა საერთოდ, ეს არ გვინდა. ეს იყოს. აი მითოსიდან რაც შეიძლება მოსულიყო ყველაზე ადვილი შეკითხვა არის ჩემი აზრით. მაშინ გადმოდოთ. არა, იყოს. აი ყველაზე უადვილესი რაც შეიძლება მოსულიყო რომელიმე მითოსიდან. ყველაზე ცნობილი მითოსიდან არის და ყველაზე ცნობილი გნირზია ლაპარაკი. ზევსზე გადმოდოთ. არა, აპოლონზე მაინც დავტოვე. ო? რომელზე? აპოლონზე. მოსვა? კიდე ხარ გადავდო ერთი. არა, ის არ ვიცით თუ რა დროიქე ხუთი წამი როგორ ხარ? რაღაც არც გვეცნობა და არც არ გინდა. ასლებიოსი არ ვიცი. არ გვეცნობა. ესე იგი 3 შეკრა აპოლოს, ანუ 6000 ლარი და დანარჩენი 14 ზემსსა. ზემსია სწორი არა და ზევსი წერია. ზემსი. რასაკეთებდა ეგა რაღაცებს ისინი ქონდა ხო? ისროდა რაღაცებს ხო? და ვინ გაზა? ამათეამ გაზარდა ზევსი? ან აპოლონი?
ზუსტად რადგან არ გვახსოვს, ამიტომ აპოლონი გაზარდა ესე იგი. რა ვქნათ ხა არესი რატო გამომიტოვეთ? ეგ რა გასაზრდელი იყო, ხო? ზუსტად ეს იყო უარყოფითი ღმერთი და ამიტომ სავარაუდოდ რაღაც არ მახსოვს ეს. ის არც ვიცით გაგვიგია. ეს არც ვიცით და ამიტომ რა იცი. იქნება ეს არის, მაგრამ მაინც. კარგი, ნახოთ სწორი პასუხი, რაღაც ბევრი გავაგრძელოთ. მე მგონია რომ ზევსი უნდა იყოს. ой დაკარგია 6000 დაკარგვა არ გაგითხარდება ადამიანს აი უცნაური თამაში მე დაკარგია 6000 ჩავარდა არის ზუსტად ის აი იდეალური თამაშია ბიზნესი ალთარად აი დააგერდი 4 წარი იქიდან 1000 ლარზე რო იტყვი არის ვიცით რომ არ არის მომწონს ეგამაა გადააგდეთ მანდი 15 წელი დაყარე ჯანდაბას ჩავიყრება არა უშავს 30000-ზე რო იტყვი რა პრინციპში რა არაფრით მოდიხარ და შეიძლება უკან ფული წახვიდე. დიახ. არესი? გონია რომ არ არის. ამავთეამ? არა. არა? არა. ნახოთ. ნახოთ. გაგირჩია გეოგრაფია რა. იქნება რა გამოდიოდა. დაბრუნე სახაზი. 14000 და. გარჩა 5 კითხვა, ჩვენ 3 ეტაპი გავიარეთ და მეოთხე ეტაპის ჯერია და ნახოთ აბა რა კატეგორიები გამოვა. ფულთან თამაში. თამაში ავრჩიოთ. ასტრონავტები და ყინულის სამეფო. იცი რა, ასტრონავტები რადგან ზუსტად არ ვიცით რა, ანუ და ყინულის სამეფო რა იცით? ხო, ხა მაინც ახლა იური გაგარინი ხო არ გამოხდება, არა მეტი არც ვიცით. ამიტომ ავრჩიოთ ყინულის სამეფო. არც ვიცით რა შეიძლება იყოს ამ იმაში. ხო, ვერ ხვდები. ყინულის სამეფოს ავირჩევთ. ყინულის სამეფოს აირჩევ? ნახე უყარს ეს. ჰანს ქრისტიან ანდერსენი გიყვართ ხო თქვენ? მაგრამ რთულია. ჰა? ნახოთ რა იქნება კითხვა. ნახოთ. 4 სავარაუდო პასუხი ყინულის სამეფოში, ხო? მაგადანი. ზარია. ოინიაკონი. პივეკი. რაო? სალეხარდი. აი გონზე არა რა ხდება? როგორ გითხრა? აი. საერთოდ არ ვიცი რა ხდება, ერთი რაღაცა მეცნობა აქედან. ისიც ჩემი ბაშობის გამო რა. რა? გეცნე ერფერს. დავარე გაგება. ნახოთ კითხვა. ყინულის სამეფო. რომელია ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი დედამიწაზე? მაინც გეოგრაფია. სიჩუმე. იცი რა, რადგან არ ვიცი საერთოდ. ოთხივეზე რა დავდოთ შეიძლება? აა, ოთხივეზე არ შეიძლება რაღაც თქო. ეს რატო არ მოგეწონა მან ჩვენ? არ ვიცი რატო არ მომეწონა. და აი ასე. ეხა ის ერთი სად დავდოთ იქ თუ იქ? მაგადანი სამეთ 30 წამი მიდის, თუ არაფერს არ შეცვლით, იმედია გავაჩერებთ. გავაჩეროთ. შეჩერდი წამო. ეს იყო ამას მოვკიდებ ხელს შეიძლება? კი. ტელეფონით კი არის, მაგრამ აი. ეს აქედან ავიღეთ. აქედან მოვაგდეთ, ხო? და რატომ? რომელია ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი დედამიწაზე? ასეულს დედამიწაზე რაღაცა ცივი ადგილი ოღონდ დასახლებული და აქ არის წარმოდგენილი რომელიღაცა ერთ-ერთი, რომელიც მე არ ვიცი, არ მიყვარს სიცივე და არც მაინტერესებს ესეთი დასახლებული პუნქტები. არანაირად. ვარ ნამყოფი ხანტიმანსისკში და იმის მერე გახედვა აღარ მინდა სიცივისკენ. მაგადანი, ოინიაკონი, პივეკი თუ სალეხარდი? ეს იყო აქ და აქეთკენ გადმოხდა უცბად ბოლო მომენტში. ნახოთ სწორი პასუხი. აზრზე არა ვარ რა არის, მართლა არ ვიცი. ჩვენს. წესი თუ და ვიცოდე. არა? არ ვიცი. შეიძლება. მე ხა
ბევრი ხო არ არის ერთადერთი არის რომელიღაცა ცივი დასახლებული ადგილი ყველაზე ცივი დედამიწაზე და წესით აი უნდა ვიცოდე ყველაზე მაღალი მწვერვალი ყველაზე ცივი დასახლებული არა ხო წესით ინფორმაცია არ გავიცოდეთ რატო არ ვიცი ვერ დავიჭირე რა შეიძლება იყო იქ იქნებოდა თუ აქ იქნებოდა არა ეს სწორედ მაინც 1000 იქნება 1000 იქნება ჭამ 4000-ის შანსი გვაქვს რომ შეგვრჩეს და გვაქვს 4 კითხვა თუ 5 არა ჯერ არ დამთავრებულა ჯერ მოიცადე ეს კაცრავად ეს დაგვრჩება თუ არა ეგ არის საკითხი 10000 დავკარგეთ 4000 ჯერჯერობით გვაქვს და ან გადავალთ მეხუთე კითხვაზე ან დავემშვიდობებით ერთმანეთს მან უცადე პარეგა ჯეოკონექტებს მოგცემთ ეს არის ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი დედამიწაზე ჯერჯერობით რაც საქართველოში არსებობს მადლობა ჯეოსელისგან გთხოვთ ხო ეხლა დაველოდოთ პასუხს პარეგა ეს ყოფილი პუნჯობდა რატო დაბრუნეთ ხახო 4000 ლარი გაქვთ და დაგჭათ 4 კითხვა. თითო კითხვაზე თითო 1000-ის დაკარგვა რო შეგეძლოთ კიდე ხო, მაგრამ რა ვქნათ 2000-იანი შეკრებია. ერთიც რომ მოიგო 2000-ით მიდიხარ და ეს რო იშლებოდეს კიდე მაშინ 1000-ს მოიგებდი და მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მინიმალური მოგება შეიძლება იყოს 2000 ლარი. ცუდია? რაღა 1000 იყოს, 2 იყოს. იყოს 2 აბა. ისევ ხალხს უზრუნავს. შანსს ვაძლევთ. ცოდნა თუ გავს, ფული შენია. ხომართალი ვარ. მეხუთე ეტაპი და 2 კატეგორია ეკრანზე. 4000 ლარი გვაქვს. ლიტერატურული გმირი რბოლა, ნეტა რომ ასაიქცეთ. ხო, ჩვენ ავირჩევთ, ჩვენ ვიფიქრეთ და ვირჩევთ რბოლას. ლიტერატურული გმირს. მახერის ფან-კლუბიდან ხარ ხო თქვენ? ლიტერატურული გმირი. ყო სამი სავარაუდო პასუხი ეკრანზე. ის მეოთხე გაუქმდა. კოპენჰაგენი, ოსლო, სტოკჰოლმი. ნახოთ აბა ვიზია ლაპარაკი, რაზეა ლაპარაკი, ვის რომელ რამეზეა ლაპარაკი. კითხვა გვინდა. რომელ ქალაქში ცხოვრობდა კარლსონი გეთაყვა? კოპენჰაგენში, ოსლოში თუ სტოკჰოლმში? ეს უნდა იცოდე, ეს უნდა გახსოვდეს. ანუ კოპენჰაგენში, ან სტოკჰოლმში ზუსტად არ მახსოვს. ამიტომ ორივეზე უნდა დავდოთ. კოპენჰაგენი. ხო, მე ზუსტად არ გვახსოვს, ამიტომ დავდოთ ორივეზე. ჩვენი 4000. ზუსტად არ გახსოვთ? ზუსტად არ გვახსოვს. მართლა არ გახსოვთ? კოპენჰაგენი მახსოვს. აბა ეს რომ დაიძაბოთ? ნახევარი წუთი გაქვს ჯერ დრო, იფიქრეთ. 20 წამი გაქვს დაახლოებით. კოპენჰაგენი. გავირსკოთ, მარტო კოპენჰაგენზე დავდოთ. 10 წამი გაქვს დრო. კაი, ეს იყოს. ტოვებთ როგორც არის? ტოვებთ. ერთი და შეწყდა. ნახოთ სწორი პასუხი. სადაური იყო კარლსონი კაც. მე რუპიტონე მუშინა ვოლნევრა სეცესია. ეს რუსულად არის ასარი. ეგ პერიოდი რუსულადმა გავლილი ცხოვრებაში და მე ხომ ამ გავიზარდე მაგ პერიოდში გავიზარდე. მე მახსოვს სტოკჰოლმი, ანეს ახსოვს კოპენჰაგენი და ამიტომ ავირჩიეთ. და მე მახსოვს ოსლო და ვიყოთ ეხლა ეს სამი. მოდი ყველა თავისთან დავდგეთ და აბა ვისი იქნება. მოდი. შენ დადექი აქეთკენ, შენ აქ დადექი და ვიდგეთ ეს. ვისი გაიხსნება? ჩემი უნდა გაიხსნას წესით. შენი გაიხსნა. წააგე. ჩემი არა. გადი. შეწააგე.
მაგარია. მე წავალი. ისი 100,000-ის მერე ეს 2,000 კი ცუდად ჩანს მარტო ეულად რომ დევს, მაგრამ 2,000 ლარია. 2,000 ლარი. არა ცუდი ფულია ხო, ვერ ვიტყვი, ცუდი ფულია, მოხვედი ისე, აშუქით და მიდიხარ ტაქსით. და თან ხდება რომ რაღაც ახში რაღაცა აი მას აიპოს მინდა რაღაცა და მინდა 5 და რაღაცა, არა? რაღაც რჩება. ისევ სამი სავარაუდო პასუხი უნდა მოვისმინოთ, თქო მე-6 კატეგორიის ამბავში რა. ერთი კაი შინაურული კატეგორიები მაქვს თქვენთვის სპეციალურად. ინკვიზიცია და პოეზია. ინკვიზიცია. ინკვიზიცია გიჩევია, ხო, რა თქმა უნდა, აბა რა. პოეზია რა გვინდა? ინკვიზიცია. არ ვიცი, აირჩიე. რომელი? ინკვიზიცია ჯობია დამიჯერე აქ პატარა ბალეღა მაღალზე ვდგევართ, ფიჩხი შემოვატანინებ და ბალეღა შევატანინებ. აი, ჩვენ ვიქოთ პოეზიას. პოეზიას? ხო. პოეზია? ინკვიზიცია არ ჯობია? აი რა შეიძლება მოვიდეს ახლა კითხვა? და პოეზია კაცვარიც რა მოვა? ინკვიზიცია მაინც მოკლე პერიოდია რაღაცა, რა ვიცი. მაინც პოეზიას ვირჩევ. მაინც პოეზია იყოს ახლა. არ და ინკვიზიცია მერჩივნა? არა და თავიდან მოვამბობდი. არ დაიზახდი? კარგი პოეზია. ნახოთ სამი სავარაუდო პასუხი და 2,000 გვაქვს. ინკვიზიცია უნდა. პენტამეტრი. ჰექსამეტრი. ტემპრაქსისი. შეუგნებოდი ინკვიზიცია ავიღოთ, ხო? კითხვა. რომელი პოეტური მეტრით დაიწერა ილიადა? ეს ის რო იყო, რა ქვია? ჰომეროსი. ხო. ალბათ. იცი რა, ხო საერთოდ არ ვიცით. ეხლა უნდა გავრისკოთ, აი რაღაცნაირად ინტუიციით უნდა ვიგრძნოთ. მე დაიწერა ემპრაქსი, ჰექსამეტრი, პენტამეტრი. აი რომელი ემპრაქსის იქნებოდა ჰექსამეტრი თუ პენტამეტრი? 36 წამი დაგჭა. ემპრაქსის. აი თან ვარც გახსენდება არაფერი ესეთი. 28 წამი გაქვთ. ემპრაქსის. აქ დავდოთ. ჰექსამეტრი დავდოთ. 21 წამი გაქვთ. ემპრაქსისი. და ჰექსამეტრი ფიქრობდი? და ჰექსამეტრი. და რა პენტამეტრი. 8 7 6 4 3 2 1 0 რო ამოვიცურა რაო აფეწერია პოდიში პენტამეტრი იქ რა წერია აკრაო ემპრაქსისი ეს აკდევს ხო ემპრაქსისი დავაკეთ აქ არდევს ხო არდევს არა იქ რო არდევს ხედავ ესე იგი რომელი პოეტური მეტრით დაიწერა ილიადა 60 მეტრით 80 მეტრით თუ 120 მეტრით რომელი პოეტური მეტრი არსებობს ესე იგი ხო ჩვენი ვერსია ტემპრაქსისი ისეთი ვერსია ცნობილი ქართველი პოეტები დამეთანხმებიან რომ ილიადა სწორი პასუხი ნახოთ იმათმა კი იციან ყველა მიცის არამედროვე პოეტებმა იციან განსაკუთრებით ვიდი დაიწერა ილიადა ნალაპარაკები მაქვს ამ თემაზე და ყველა მიცის არ არის რთული შეკითხვა ეს ხო გითხარით? აკრებია. არა, ისიც ხო გითხარით? თორე ეს ყველა მიცის თქო. უი. ანუ? მე ჩვენი 2000.
ყველა პოეტმა იცის თქო ეგ ამბავი. იცოდი ხო? შემეწოდა. 2000. სამაგერს ნახე კონექტები მომეწი. ყველაზე სწაფი მობილური ინტერნეტები გაქვთ. და კეთილ გაწყობები გაქვთ ჩვენგან, საზოგადოებისგან. რა გაგიშოთ? პირდაპირ გეტყვით. მოდი ჩემთან დებო. აი? კარგად დგევარ. 7-დან 2-თან ერთად დგევარ. ჩვენთან სტუმრად იყვნენ ანა და მანანა. არა, მანანა და ანა უნდა მეთქვა და შეიძლება? არა, აქეთ რა გამოიხედა. მანანა და ანა უნდა გაიცოდო შემოხედო ხუჭჭა რომელია თქო, ხო გამეხსენებინა. მანანა და ანა ნოდიები კონექტებით სრულჩებთ სახლში და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით იმედზე. მაშასე დაგიბრუნდით იმედზე, ეს არის შოუ ფულთან თამაში, მე დუტა სკულაძე ვარ და ვეთამაშებით. ლელა წურწუმია და კახი მამულაშვილი შევხვდით. შესანიშნავი სტუმრები მეწვივნენ. ლელა, მიხარია რომ მოხვედი, 100,000 უკვე შენია. აი. ეს მისალმებაზეა, ხო იცი? ეს არის? ეს არის ის 100,000, თქვენ რო გინდოდათ. კახი, გადაგით თუ შეიძლება თქვენ ადგილზე. მე ვარ გამნაწილებელი? ნუ ახლა ლელას მარ შევაკეთე. ვერ აუარა და იმიტომ მიტრიალა ეთყობა. ეს შემოვიდა. ისე ტყუილაული გვერდს ეს ფული უკვე თქვენია, რადგან მოხვედით. შეგვიძლია წავიღო? არა, ვერ წაიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვიცავს გაძლიერებული დაცვა, ესე მარტივად ვერ გადატან. და რაც თავარია, ეს ფული რომ აქედან წავიდეს, ანუ თქვენთან, თქვენსაც რომ წამოვიდეს. მე მაქვს 8 შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაცეთ. გამოვიშვი. ვაადვილებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენი წესების თანახმად პირდაპირ კი არ გისვამთ შეკითხვას. ორ ვერსიას გთავაზობთ კატეგორიებისას, რომელსაც თქვენ ირჩევთ და თქვენივე ნებასურვილის მიხედვით ამ ორი კატეგორიიდან ერთს აირჩევთ და გამოვა 4 სავარაუდო პასუხი აი ამ მონიტორებზე. გასაგებია. უკვე დაახლოებით ასოციაციურად შეიძლება მივხვდეთ რაზე არის საუბარი, როდესაც ვიცით კატეგორია და 4 სავარაუდო პასუხი და უკვე შემდეგ ჩვენ გვეძლევა საშუალება მოვისმინოთ კითხვა და ამის მერე 60 წამი, რომ ეს ფული განაწილდეს 4-დან 3-ზე მაქსიმუმ. ერთი აუცილებლად სარიელი უნდა დარჩეს. თუ გინდა 3 დარჩეს სარიელი. 100%-ით თუ ხარ დარწმუნებული, ფულს დებთ მთლიანად. ოკეი. გასაგებია. ოღონდ მთელი ფული თამაშობს ყოველთვის. აქ არ რჩება არც ერთი. გასაგებია. მზად ვართ? მზად ვართ. მაშასე ლელასთან და კახისთან ერთად ჩვენ თამაშობთ ფულთან. ესე იგი, პირველი ეტაპი და კატეგორიები ეკრანზე. ავირჩიეთ კატეგორია. პარიზი და ტელევიზია. ზ საერთო აქვთ. მიდი ლელა. პირველს გითხრათ. ნეტა ვინ მიიღებს ხოლმე გადაწყვეტილებას როგორ მაინტერესებს. პარიზი თუ ტელევიზია? ეცი რა, ეხლა ლოგიკურად პარიზი უნდა ავირჩიო, მაგრამ მოდი ტელევიზიას ავირჩიო. რატო უნდა აირჩიო პარიზი ლოგიკურად და არა ტელევიზია? ამის მეგობრები ცხოვრობენ. არა, რაშუაშია ეხლა მამული. რაშუაშია. აი ტელევიზია ავირჩიო. ჩემი მეგობრები მუშაობენ, რა პრობლემაა? რამდენიც გინდა? და ტელევიზიასთან ძალიან ისეთი კითხვა კავშირი მაქვს, თუმცა ვარც თანამედროვე. უპარიზობასაც არ განვიცდით. ანუ პარიზი ხო თავისთავად არის, ანუ ესე ვთქვათ, მოდის ქალაქია, ამ ტენდენციების ლამაზია, რაღაც კარგია, ეიფელია, რაღაც არის ხალებისთვის. ხო, მაინც რაღაც. მაგრამ ყველაფერი მან დარი რაც ხალებს აინტერესებს. მოდი ტელევიზია იყო. მაგრამ ტელევიზია კი ბატონო. გავით ტელევიზია. და 4 სავარაუდო პასუხი უკვე ეკრანზე გამოვა. მონიტორებზე ყურადღება. რუსკა მაყაშვილი და ოთო ფოლადაშვილი. გიორგი ბარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა.
ჯაბაკილაძე და ჯულიანა ბარგნარი, ოთარ ტატიშვილი და მზია ორველაშვილი. ნუ თქვენ როგორც აქტიური მაყურებლები, განსაკუთრებით ამ მეორე ცეკვებისა, სულ ხედავდით ხოლმე. ნახოთ რა შეკითხვა გამოვა, აბა ერთი. რაღაცა შეიძლება იყოს ისეთი, რაც ჩვენ ვერ შევამჩნიეთ. რა თქმა უნდა. ნახოთ კითხვა. ვინ არის ცეკვავენ ვარსკვლავების მეორე სეზონის გამარჯვებული წყვილი? რამდენი? და შენ თვითონ წახოდი დასადება? ახლა დაეხმარებთ, დრო წავიდა. ძალიან ნელ-ნელა აუღელებულად. 1 წუთი გვა. 43 წამი დაგჭა. ახი იჩქარე, მამულიჩ. დასაწყისი იყო ფანტასტიკური. შეგიძლია შეაჩეროთ დრო. თავარია გაგრძელება. როგორ შეგვიძლია? მაინც ვიფიქროთ. შეაჩერეთ დრო. შევაჩეროთ დრო. მე ამ დროის გამოყენება შემიძლია სხვა კითხვას, არა? უბრალოდ დიდხანს ვარ ვიდგეთ ასე. კი ბატონო. პირველი სეზონიდან არ დაგისვით შეკითხვა ესე. მეორედან დაგისვით, რომელსაც არ მონაწილეობდი, მაგრამ აქტიური მაყურებლები იყო. კი, რა თქმა უნდა. ფანტაშორის ფინალი ისეთი იყო რა. გიორგი როგორ აყვა სალომეს? მე ვიყავ გაოგნებული. სალომეს აყვა ძალიან რთულია. ძალიან რთულია. მაგრამ რა ვქნათ ახლა, ნახოთ სწორი პასუხი რა. რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა. მოდი დაგეხმარებით. არ გაგხსენებთ. დილოცავთ 100.000 შევინარჩუნეთ. ია დამიწვია ესე ფული დო. ხო? კარგია. აი მიდი გეძლევა შანსი. მე ცოტა ხნით ვიარი, բայց მაინც. ცოტა ხნით ვითომ? რა ვიცი თუ გაიტანთ 100.000 ბოლომდე კარგი იქნება. 100 ვერა შეიძლება, მაგრამ რაღაცას გაიტანთ, ხო? ეჭვი. არა, იმედი გვაქვს რომ რაღაცას წავიღოთ. იმედი მეც მაქვს. აი აქ მაქვს თან. და კიდევ ის 100.000 გაქვს და მე მაქვს 7 კითხვა უკვე, ერთი მომიგეთ უკვე. ნახოთ მეორე ეტაპის კატეგორიები. ოპერა და ოსკარი. მგონი ოსკარს მივატოთ. მოდი ოსკარი. ოსკარს მივატოთ. ოპერასთან მე შორსავა მაგალითად. ლელა არის ახლა. ოსკარი. ლელა ოპერა არა? ოსკარი. ოპერა არა. არ გინდა ხე ჩამჭრელი კითხვები, ოსკარი. ოპერა არა? არა. ლელა ოპერა. რატო აწევენ ოპერას? არ ვიცი რა. მან მახსოვს ბავშვობაში დავდიოდით ხოლმე ჩვენი პედაგოგის სპექტაკლებზე დავდიოდით და რაღაცა. იყოს ოსკარი. რა დაუპატიჟებელი სტუმრად გახსოვს? ეს შემოდიოდი ხოლმე? როგორ ამ ყველაფერი მახსოვს? რა უნდა? ოსკარი? გაუ. კი ბატონო, ოსკარი იყოს ხა. როგორ თქვენი გადაწყვეტილებაა? მე უბრალოდ შეთავაზე. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. არგო. ჯანგო გათავისუფლებული. გათავისუფლებული უფრო სწორედ. ლინკოლნი. ანა კარენინა. არა, ნუ გასაგებია რაზეა ლაპარაკი ხა. ნახოთ კითხვა პირდაპირ. ზედმეც აღარ ვილაპარაკებ. რომელმა ფილმმა მიიღო ოსკარის საუკეთესო სურათის ნომინაციაში 2003 წლის 24 თებერვალს? ეს ბაზარა. ანუ ეს აჰა არგო მიიღო როგორც საუკეთესო სურათმა? ო. ანა კარენინა საუკეთესო ვერ აიღო. არა, საუკეთესო სურათი. და ჯანგომაც ვერ აიღო. გაჩერ. შეჩერდი წამო. გალავაზი ხარ, გამჭვერიერი. ბენ აფლეკის ფილმი იყო თვალწდები არგო, რომელმაც აიღო. ბენ აფლეკის ფილმი იყო არგო, როგორც საუკეთესო ფილმი აიღო კი. მე უფრო მგონია რომ კარგია რომ ეს ამბავი გააჟღერეს, იმიტომ რომ ეს ხო მაინც რეალურ ფაქტებზე იყო აგებული. ხო, ირანში. არა, წესით არ უნდა აიღო ჩემი აზრით. წესით რომელს უნდა აიღო, მამული? ჩემით ანა კარენინას უნდა აიღო. რატო? კარგი გადაწყვეტა იყო? რავი, ეს ფილმი უფრო მომეწონა. ხო, იცი რა მე ლინკოლნისკენ ვიხრები, მაგრამ ხო ლინკოლნი ნახეთ, ხო ეს ფილმები არცერთი არ მაქვს ნანახი. ნახოთ სწორი პასუხი. ნეტა რომელია?
ეს ის ღამეა თელმა საქართველომ რო გაათენა, ხო? და ამ ყველაფერს უყურა. საოცარი თარგმანიც წარი. ეს არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო და არ ვთქვა. ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა ოსკარებზე. არ ვიცი ინგლისური და ინგლისური. 100,000 დავაბრუნოთ თავის ადგილზე. გილოცავთ, მეორე ეტაპი გადავლახეთ. არ დავიღლები რა. ჯერ 6 კითხვა დაგვრჩა და 100,000 ლარი ისევ გვაქვს. ჯერჯერობით ისეთი ვერ ვიტყვი რა რთული კითხვები შეხვდათ, მაგრამ არა უშავს. ყველაფერი წინ გვაქვს, მესამე კითხვა აქ არ არის. ნუ მოდუნდებით ბატონო კახი? არა, საერთოდ საერთოდ არ ვდუნდები. არა ხო? აქ დაგეხმაროთ? არა. მოგცემთ უფლებას მივეკაროთ ხესთან. არა, არ გინდა, რამე აურა არ ჩაუდო შიგნით. კარგი, არ შევეხები. ესეთი ცუდი აურა მაქვს. მე არ ვიცოდი თუ კატეგორიები იცლებოდა. იცლება კატეგორიები, რა თქმა უნდა და ეხლა შეიცვლება. აბა ნახოთ, ეხლა რა კატეგორიები გამოვა. აბა. მესამე კითხვისთვის ორი კატეგორია. ლეგენდა და თარგმანი. ალბათ ლეგენდა. ალბათ ლეგენდა? მამულიჩი, რა ვქნათ? გაგში, როგორც შეფი იტყვის. შეფ. მოდი იყოს ლეგენდა. თარგმანი რაღაც. ლეგენდა. არა, შეიძლება თარგმანი. აი, ლეგენდა იყოს. ლეგენდა იყოს კი ბატონო. და გაინტერესებთ ალბათ 4 სავარაუდო პასუხი და აგერ არის მონიტორები და ნახავთ. ძროხა, თხა, მგელი და ბირი. რა კითხვა შეიძლება იყოს? რა ლეგენდაზეა ლაპარაკი? ვერ ავხვდები ახლა. მე პირდაპირ გეტყვით, აუცილებელია კითხვა მოვისმინოთ. რომელმა ცხოველმა გამოკვება თავისი რძით რომული და რემი? ძროხა, თხა, მგელი, ბირი. თავისი რძით. მე მგონი თხა. რომელმა ცხოველმა გამოკვება თავისი რძით რომული და რემი? სიჩუმე იყოს დარბაზში. 40 წამი გაქვთ დრო. ხა იყო ამ გელი. გოზრწევა. არა, კაცო, რა მგელი. ხა მაშინა, ძროხა არ ამგონი. ნუ სავარაუდო. თავის ხო? არა, არ გავისკო ბოლომდე მაინც. 25 წამია. მოდი, იცი რა ქენი, არა, ეს აქეთკენ დავდოთ, ნაწილი მაინც. მე მგონი მაინც თხა იყო რა. მოდით გავრისხოთ თხა რა. ვითომ? ძროხა. 10 წამი. 10 წამი იყოს ძროხა, მაინც და ყოველი შემთხვევაში მაინც. შეგიძლიათ ცხებზეც გადაარაცხოთ და ერთი დატოვოთ. მაგრამ დრო აღარ გვაქვს. აი. ერთ პოზას მივიღებ რა. გელი. გელი? გელი გააკეთა. არა, მუხზე დავიჩოქე და თავი ავწია ესა. ამის გასაკეთება. გასაკეთება. მე მეგონა ყმუდი. გელი. ნუ პრაქტიკულად ეხა გულში ვყმუი მე, იმიტომ რომ სწორი პასუხი მაინტერესებს. ნახოთ სწორი პასუხი. აქ რამდენია ბოდიშ დავითვლი ხო? აქ არის 10 შეკრა, არა. 11 შეკრა, ხო? 3, 3, 3, 10, 11. 22,000-ია ძროხაზე, დანარჩენი აქეთ დევს. ნუ ეხლა ეს ლოგიკურიც არის, ხო, უფრო ანუ რაც თხათუ მგელი. არა და იყო ეს დაუსვით ერთმანეთს ეს შეკითხვა და ლელა მახსოვს ხო, კაი რა მგელიო. შენი კითხე ხო, მგელი ხო არ იყო? რომულიო რო წავიკითხე, უცად გამახსენა დუმბაძე და წერილს ვაცერინებდა ხო? რომულია კალანდაძეს.
ესე იგი, ბევრს მოგზაურობთ, ვიცი. ძალიან საინტერესო ქანდაკებაც არსებობს ამისი იტალიაში, დედაქალაქში და პრაქტიკულად სიმბოლოა. როგორ მიირთმევენ რძეს რომული და რემი, მაგრამ ვის რძეს? რაგიდო და სიცხიანი ვიწაკი სახჭი. რომული და რემი. გამოყვება ამული ჯამართარი, ოხო. კარგი ვერსია გქონდა. ელმა, შენიერი ყველაზე ცნობილი ქანდაკება ზუმგელი დგას და ორ ყმაწვილს ყვებავს. ბიჭქარე ძალიან, ხო, აი რო თქვა მგელი იმ მომენტში აღარ იმას ვქენი, აღარ გავამახვილი ყურადღება და მე რაღაცა მომენტში უცებ მივხვდი. აი ესე რო არ გიჯერებს რა. კაქშევს скажет. ხანდახან არა აქაც დავდოთ 2000 მაინც. არა, მართალი. სამწუხაროდ მოხდა ისე რომ არა უშავს, ესეთი თემებია, რომელიც ხშირად შეიძლება არ გვახსოვდეს. ზოგადად რაღაცები უნდა გვახსოვდეს სულ და რთულია რა პირდაპირ გეტყვით, მაგრამ მოსამზადებელი არა, ესე არ პერიოდი თულიც არ არის, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მომენტში რო თქვა, მამული ჩემგელიო. აი მომენტში უცებ აი აღარ მივაქცია მას ყურადღება და ამიტომაც როგორც აქტიურ მომხმარებელს Facebook-ის Geocell კონექტერი, ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ორივეს Geocell-ისგან. ულიმიტო ინტერნეტიო, ასე უწოდებთ ამ არაჩვეულებრივ ყველაზე სწრაფ მობილურ ინტერნეტს. ჩემგან უღრმესი მადლობა მოგზანებისთვის, არა უშავს, ასე რომ დავთვალ და კახი. დიდი მადლობა, ველა. დიდი მადლობა. აი ასე. $100,000 ამჯერად ერთი ოჯახის ხელში გადადის. ნამდვილია გასო. ჩაიდეთ ორ პაჩეთი. მოგებისთვის ცნობილი რეჟისორი და მისი ქალიშვილი ემზადებიან. ნელოში ასესოარი. ხურდები და ჭოლა და მისი შვილი. როგორ ჩნდება შვილები? მეგეთქვით, კომპოსტოში პაულობენ. მე ისე მოვიყვანე ცოდი, რომ უსექსო ქვეყანაში ვიცხოვრე. ვიცოდა შვილო შენს რაღაცნაირად ხო გითხარ კომპოსტოში. ყველაფერი კარგად აღგზნობიანად ესეა. დიდი ფული და ცოტა დრო. 2 მილიონი მაშვილო გადაგდებულია ხარ. ბევრი ვარიანტი და ერთადერთი სწორი პასუხი. ხნაში შვილო. მამა დნაში არ არის. რომ цаრი 40 წამია. აი ხნაში ყალბია რა. მამა დნაში არ მე ვარ არის. მეტნაშვე. როცა გაქვს უნარი, გადააქციო ნებისმიერი სირთულე შესანიშნავ წარმოდგენად, გამარჯვება არც ისე შორსა. როდის მე გექნება საშუალება რომ ხნაში დადო 2000 ლარი. ნუ გამოტოვე თამაში. როგორ დასრულდება ოჯახური დუეტის დაძაბული რაუნდი? ნახეთ ოთხშაბათს ფულთან თამაში იმედზე.